საქართველოში არსებული კომპიუტერული პროგრამების 95% არალიცენზირებულია. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და უსწრებს ბანგლადეშს, ზიმბაბვესა და შრი-ლანკას. მსოფლიოს 100 ქვეყანაში კვლევა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია IDC-მ ჩაატარა. 57 ქვეყანაში 2008 წელს მეკობრული კომპიუტერული პროდუქციის წილი შემცირდა, 36 ქვეყანაში არ შეცვლილა, ხოლო 17-ში გაიზარდა. ამერიკაში არალიცენზირებული პროდუქციის წილი მსოფლიოში ყველაზე დაბალია და 20%-ს არ აღემატება. საქართველო კვლევაში პირველად მოხვდა, შესაბამისად უცნობია შეიცვალა თუ არა მდგომარეობა ამ სეგმენტში გასული წლის განმავლობაში. ამ თემაზე საუბარს ახლა ჩვენ სტუმრებთან, Microsoft-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერთან ზურაბ მუნჯიშვილთან და UGT-ის გენერალურ დირექტორთან გიორგი ჭირაქაძესთან განვაგრძელებთ. ბატონებო, მოგესალმებით. მადლობ ჩვენთან სტუმრობისთვის. პირველი შეკითხვა ალბათ ორივესთან. პირველ რიგში ბატონ გიორგი შევეკითხები. ბატონ გიორგი, საქართველო ამ კვლევაში პირველად მოხვდა და უკვე ლიდერიც გახდა. როგორ გეჩვენებათ, რამდენად ობიექტურია ეს შეფასება? ჩემი აზრით საკმაოდ ობიექტურია, საერთოდ ეს კვლევები დიდი ხანიაც არსებობს და საკვირველი იყო საქართველო აქამდე არ იყო გამოკვლეული. პირატობის დონე, ანუ მეკობრეული თქვა დამოკიდებულია პროგრამულ უზრუნველყოფასთან საკმაოდ დიდი ხანია ჩვენთან არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ჩვენ ნამდვილად ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეზე ხარ. რამდენად ჩვენ ყველაზე ბოლო ვარ ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ ის რომ ძალიან ცოტა არის ლიცენზირებული სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა, ეს ნამდვილად ასეა. ბატონ ზურაბთან გადავალთ იგივე შეკითხვით. ბატონ ზურაბ, თუ შეიძლება თქვენი აზრით რამდენად ობიექტურია ის შეფასება და ის კვლევა, რომელზეც ჩვენ საუბრობდით? დიახ, ობიექტურებაში მე ვერ შევიტან ეჭვს, იმიტომ რომ ეს კვლევის ერთ-ერთი შემკვეთი იყო კორპორაცია, რათა მათ უფრო კარგად გაითვითცნობიერებინა რა ხდებოდა იმ ბაზარზე, სადაც ის ფიქრობს სერიოზულად შემოსვლას. ეს ეხება Microsoft-ს. და 95% ეს ძალიან დიდი ციფრია და გამოდის, რომ ყოველი კომპიუტერის მოხმარებელი იპარავს მარტივად რო ვთქვათ. ანუ ეს რეალობა. მოსალოდნელი იყო თუ არა, დაუშვათ თქვენთვის აი ამგვარი შედეგი? ჩემთვის პირადად მე უფრო მეტ შედეგს ველოდებოდი, მაგრამ ეს კიდევ ჩემთვის იყო საკმაოდ მე ვთვლი ჩემ პირად წარმატებას 2 წლის განმავლობაში, რომ რაღაც 99%-დან ჩამოვიდა 95-ზე. ესე იგი წინსვლა გვაქვს, ასე გამოდის. ანუ კლების ტენდენცია შეინიშნება. კლების ტენდენცია შეინიშნება და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ის იღებს ვალდებულებას დაიცვას საავტორო უფლებები და ინტელექტუალური საკუთრება, მე მგონებ, რომ უკვე ამ წლის ბოლოს Microsoft-ი მიაღწევს ამ მიმართულებით სერიოზულ გარღვევას. ანუ ის რაც თქვენ დაასახელეთ, ეს არის მიზეზი, რის გამოც შეინიშნება კლება, ამის ხარჯზე მოხდა? მიზეზი, მოდით ესე ვთქვათ, რეალურად მე ესე ვიტყვი, რომ საქართველოში 2 დიდი ორგანიზაცია არის აბსოლუტურად ლეგალური. სახელმწიფო სექტორიდან ეს არის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, რომელმაც 4 წლის უკან უარი თქვა პირატული სოფტის გამოყენებაზე, ხოლო კომერციული ფინანსური მხრიდან ეს არის საქართველოს ბანკი. რეალურად კომერციული სექტორისთვის საავტორო უფლებების დაცვა ეს ნიშნავს მათი უსაფრთხოების დაცვას და შესაბამისად იმ რისკების აცილებას, რაც შეიძლება მათ წარმოექმნეთ ვენდორის მხრიდან, ანუ შესაძლებელია სასამართლოს სარჩელიც და შესაბამისად ამ სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილება. გასაგებია, ბატონო გიგო, თქვენთან გადმოვალ შეკითხვით. IDC-ის ინფორმაციით პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიების ზარალმა სწორედ ამ მეკობრული პროდუქციის მოძლავრების გამო შარშან $50 მილიარდ გადააჭარბა. თუ არსებობს გათვლები ქართულმა კომპანიებმა რამდენი იზარალეს? ქართველი კომპანიების ასაკვირა ზარალობენ, მაგრამ აქ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი უცხოური კომპანია, ანუ პროგრამული უზრუნველყოფით დაკავებული კომპანია, რომელიც თეორიულად განიხილავდა, რომ საქართველოში მათ თქვათ პროგრამული უზრუნველყოფის წარმოება ან რეალიზაცია გაეკეთებინათ, ისინი ფაქტობრივად ამ მონაცემების ნახვის შემდეგ ძალიან რთულად თუ გადაწყვიტავენ, რომ ახალი ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში. ეს ძალიან ცუდი არის, იმიტომ მე ზურას დავეთანხმები, ეს პროცენტი კი მცირდება, თქვა 99-დან 95-მდე, მაინც ჩვენ ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვართ და მე შემიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივი, თქვა წარმოების განვითარება პროგრამულ უზრუნველყოფაში, თქვა ახალი კომპანიების შექმნა ძალიან რთული არის, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თავს დაცულად არ გრძნობენ და განსაკუთრებით როცა კიდე დაინახავენ თქვათ აი ამ შედეგებს უფრო დაფიქრდებიან გააკეთონ თუ არა დამატებითი ინვესტიციები. ბატონ გიგა, თუ შეიძლება თუ იცით თქვენ ამის შესახებ, რა თქმა უნდა გეცოდინებათ, აი რამდენად ძვირია ლეგალური პროდუქციის მოხმარება ასეთ შემთხვევაში? ანუ გასაგებია, რატომაც არჩევენ, ალბათ ის ძვირია, მაგრამ აი რამდენად ძვირია და ზარალი საერთოდ როგორია და უშუალოდ იგივე არალიცენზირებული პროდუქციის მომხმარება
მომხმარებლებს გარდა იმისა, რომ შეიძლება ზოგავენ თანხას, სხვა რა ვნება ადგებათ მათ კომპიუტერებს? მოდით, ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ძალიან ხშირად ისმენ. ყოველთვის არის ორი სეგმენტი, მოდით გავსაუბროთ. ერთი არის კერძო მომხმარებლები, ანუ ჩვენი კომპიუტერები, რომლებიც ჩვენ სახლში გვიყენია, ვყიდულობთ თქვათ რაღაც თამაშები, სხვა პროგრამები, და ასევე კორპორატიული მომხმარებლები, ანუ მომხმარებლები სახელმწიფო სექტორი, ბანკები, სატელეკომუნიკაციო კომპანიები და ასე შემდეგ. თქვენ ეს რამე წარმოიდგინეთ, Microsoft-ი და სხვა დიდი კომპანიები, როგორც არის Oracle, SAP, ძალიან იშვიათად თუ ებრძვიან, თქვათ, კერძო პირებს, ანუ კერძო პირების, თქვათ, ლეგალიზაციის დონე, ეს არ არის პირველადი ამოცანა არც ერთი დიდი მომწოდებელის. და ამით არ ხდება ხოლმე განსაზღვრა. მთავარი არის ორგანიზაციები. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ბანკი, რომელშიც თქვენ გაქვთ დანაზოგი, რომელშიც თქვენ გაქვთ შენახული თანხა. ის ბანკი იპარავს პროგრამულ უზრუნველყოფას და ამ რომელიც სხვა ჯდება $100,000. და ამ პროგრამული უზრუნველყოფით ის აკეთებს დამატებით თავისთვის შემოსავალს. ანუ ამ ფულს არ გადახდით. და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც ორგანიზაციები და ამ შემთხვევაში ორგანიზაციებში პირატობის დონე ძალიან მაღალია საქართველოში, ისინი აქტიურად იყენებენ იმას, რაც მათი არ არის. ალბათ ბატონ ზურაბსაც უნდა სიამოვნებით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემა გახდა. დღემა გავამახვილოთ იმაზეც, ვინც მოიხმარს მართლაც ამ არალიცენზირებულ პროდუქტებს. თქვენ პირდაპირ მისამართი ყოფილ რა საფრთხის ქვეშ აყენებს საკუთარ ტექნიკურ საშუალებებს. გეტყვით, შაშანდელი აგვისტოს მოვლენებმა ძალიან კარგად გამოაჩინა თუ რა დღეშია ვქოთ კომპიუტერული ინფრასტრუქტურა, ზუსტად ერთი დღის განმავლობაში მოხდა ყველა საიტების, ესე რომ ვთქვათ, ჟარგონულად დაბომბვა და მერე მიიღეს გადაწყვეტილება გათიშვაზე. ეს ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ესეთი რაღაც უსაფრთხოების ფაქტორი ძალიან მთავარია ამ საქმეში. იგივე ლეგალური სოფტი ეს უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მისი ჰაკერებისგან არც ის არის ხოლმე და. არა, ჰაკერებისგან ბუნებრივი არა, იმიტომ რომ ნებისმიერ პროგრამული უზრუნველყოფა ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ყოველკვირეულად ახლდება. ხოლო ლეგალური სოფტს მხოლოდ ლეგალურ სოფტს აქვს ამის საშუალება და მე ერთი მთავარი მინდა აღვნიშნო ის, რომ საქართველოში გამოყენებული Microsoft-ის პროდუქციის 99% ეს არის რუსეთში გატეხილი ვერსიები და შესაბამისად გატეხვის ანუ დაკითხვის შემთხვევაში პირველ რიგში იქნება იქ ის პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ მხოლოდ უსაფრთხოებას. ანუ ჩვენ რეალურად რისკის ზღვარზე ნებისმიერი ორგანიზაცია თავის რისკის ზღვარზე იყენებს ასეთ სოფტს და შემდგომ მას რაელის ეს უკვე ბატონ ზურაბ, აი ვინ უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ არ მოვიხმაროთ თუნდაც რუსეთში გატეხილი, უბრალოდ სირცხვილია თან ვერსიები. ანუ ვინ უნდა აკონტროლებდეს ამ ყველაფერს და რატომ არ ხდება ეს? იცით, მე ამას ვიტყვი ორ მომენტს, ერთი სახელმწიფო და მეორე თვითონ საზოგადოება. ჩვენ მაინც ვართ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან გამოსული ადამიანები, რომლითვისაც ინტელექტუალური საკუთრება და საერთოდ რამის საკუთრება იყო აბსოლუტურად გაუგებარი. და აქედან გამომდინარე ეს ითხოვს თვითონ პიროვნულ გარდაქმნასაც. და აქედან და მეორე მხრივ ბუნებრივია ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ და სხვა შორის სახელმწიფოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს 3 წლამდე ციხეს ყველაზე ცუდ ვარიანტში, მაგრამ აი ამ მუხლის აი ამ მიმართულების ამუშავება რატომღაც არ ხდება, ალბათ ჯერჯერობით მაგამდე არ მივიდა. მაგისთვის ვერ მოვიცალეთ. გასაგებია. ბატონო გიგა, თქვენთან მექნება შეკითხვა. უკვე ჩამოყალიბდით იმაზე, რომ 95% პროდუქციის არის არალეგალური, იგი ნაკლებად არის დაცული იგივე ჰაკერების შემოტევებისგან თუ სხვა ტიპის პრობლემებისგან. მათთან ბრძოლაც ხდება როგორც წესი უპირატესად არალეგალური ანტივირუსებით და სხვა საშუალებებით. ამ თვალსაზრისით რა ტიპის პრობლემები ჩდება ხოლმე? ნუ ანტივირუსებთან ცოტა სხვანაირი სიტუაცია, იმიტომ რომ თვითონ ანტივირუსების გატეხვა უფრო რთული არის. ამ შემთხვევაში ანტივირუსული პროგრამულ უზრუნველყოფას გაცილებით რთული შიფრირების სისტემები უდევს და ისინი მუდმივად ახლდებიან, ანუ ფაქტობრივად ყოველდღიურად ზოგიერთი ყოველ საათობრათაც და ამიტომ ანტივირუსულ პროგრამებში ძალიან ანტივირუსული სისტემები ხდებიან ნელ-ნელა მეტად და მეტად ლიცენზირებული არის. აქ მოთხოვნა უფრო მზარდი არის, როგორც ორგანიზაციების, ასევე კერძო პირების მხრიდან და ისინი უფრო მეტად იძენენ ამას.
ბატონ ზურაბ, აი Windows-ის გაქართულებულ ვერსიაზე მინდა ასევე შეგეკითხოთ, რა ხდება, რა ეტაპზეა ეს პროექტი, რამდენად დაინერგა და საერთოდ ამ პროექტის გარშემო როგორ საუბრობთ? აი ზუსტად პირველი ეტაპი როცა დაამთავრდა ეს XP-ის გაქართულება, როცა იყო XP-ის ამ ქართული ლიპის დაყენება მხოლოდ და მხოლოდ შეეძლო ლეგალური სოფტის მომხმარებლებს. მე ჩემი თხოვნით ისე თხოვნით მოხდა ის, რომ აი დღევანდელი ლიპების დაყენება განსაკუთრებით Office-ის, იმის რომ მოხდეს ამის პოპულარიზაცია მშობლიურ ენაზე მუშაობის კულტურის განვითარება, რეალურად შეუძლია ნებისმიერ მათგანს. ეხლა მე ვერ გეტყვით სამწუხაროდ ციფრებს, რა რაოდენობა ადამიანების იყენებს ამას, მე პირადად ვიყენებ და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. იმიტომ რომ ქართულად წერის ვარიანტში სპელჩეკერი საკმაოდ აუცილებელია. ლექსიკონი თუ მოყვება აი ამ ვერსიას, რომ დავუშვათ ინგლისურ ტერმინებს, რასაც მიჩვეულები ვართ, რომ აი ქართულად როგორ არის ეგ გავიგოთ. იცით, ამაზე აგერ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი UGT-თან ერთად მიდიოდა მუშაობა და მეტნაკლებად ხდება ამის დამკვიდრება. ხო ვერ გეტყვით რომ 100%-იანი თარგმანი მოხდა, მაგრამ მთელი რიგი საკითხები, მთელი რიგი განმარტებები მოხდა ქართულად თარგმნა და მე მგონი საკმაოდ მისაღებია და უფრო გასაგებია ადამიანისთვის, რომლის თავარი დანიშნულება არ არის თქვა კომპიუტერული პროგრამების ღრმაცოდნა და არის უბრალოდ მისი მომხმარებელი. და მე უბრალოდ წინა თემას ერთ დავამატებდი, რომ აი როცა არის არალეგალური სოფტის გამოყენება, ამ შემთხვევაში სახელმწიფო კარგავს საბიუჯეტო შემოსავლების, აი ძალიან უხეში გათვლით წელიწადში 60-65 მილიონს, ეს არ არის პატარა თანხა, რომელიც შეიძლება თქვა სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად დიდი თანხაა, გეთანხმებით. და ბოლო შეკითხვით ბატონ გიორგის მინდა მიმართო ფასების საკითხს მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე. ნამდვილად ეს არ არის უკანასკნელი გარემოება, რომლის გამოც არალიცენზირებულ პროდუქციას ირჩევენ ჩვენი მომხმარებლები. რეალურად თუ არსებობს რაღაც ლუფტი საიმიზოთ, რომ ლეგალური სოფტების გაიაფება მოხდეს. თავისთავად არსებობს, აი Microsoft-მა საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები ამ შემთხვევაში გადმოდგა იმისთვის, რომ განსაკუთრებით სახელმწიფო სექტორში მას საკმაოდ გაეაფებინა. ზურამ აღნიშნა განათლების სამინისტრო საკმაოდ დათმობებზე არის წასული Microsoft-ის სხვა მოუწოდებლებიც ასევე, როგორც არის Oracle, SAP, რასაკვირველია ითვალისწინებენ იმას, რომ საქართველოში არ არის ისეთივე შესაძლებლობები, როგორც არის თქვა აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ თავარი ალბათ არის ის, რომ მომხმარებელს უნდა სურვილი ჰქონდეს და ეს მოდის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც შენ რაღაცას იყენებ და იყენებ ინტელექტუალურ საკუთრებას, მაშინ აუცილებლად უნდა გადაიხედო. არა, ეგ თავარი არ არის. თავარი შესაძლებლობებია დამერწმუნეთ. რასაკვირველია, შესაძლებლობები არის, მაგრამ თუ შესაძლებლობა არ აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ გამოიყენო მოპარული სხვისი სისტემა. რა თქმა უნდა, მაგრამ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფასები. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო, საინტერესო საუბრისათვის.